პასუხისგებლობა არც მეტი, არც ნაკლები ჟღერს შემდეგნაირად. იყავის სრულყოფილნი, ვითარცა თქვენი ზეციური მამაა სრულყოფილი. მე თეოდორე, ჩემი ცოდვებით დახუძვლული და 1000 მანკიერებებით და ვნებებით, მე უნდა ვიყო სამყაროს ტრანსცენდენტული ცოცხალი შემოქმედის მსგავსი სრულყოფილი, მე ხო შენ თეოდორე, ამას მე უნდა გამოცხადებ. კი, მაგრამ როდის უნდა მოვასწრო მაგ საქმე? სანამ პირში სული გიდგას და მე სამსჯავროზე წარსდგენ. და რაღა დამრჩა მე, არ ვიცი რა დაგჭა. ეგება დამრჩა ერთი 20 წელი მაინც. შეიძლება 30-იც, მაგრამ შეიძლება არც ერთი დღე არ აქვს დღევანდელი დღიდან. არავინ იცის ეს. გესმით? არც ერთი წამი რომ არ დაკარგო, მაინც ვერ ახერხებ ამას. და გადაგვარჩენს კიდევ ვამბობ, ღმერთის აბსოლუტური გულმოწყალება. მაგრამ გულმოწყალება ცარიელ ნიადაგზე ხომ არ შეიძლება აღმოცენდეს. ღმერთს ხო ყველა უყვარს. იუდაც უყვარს, როგორც ცდილობდა მის გადარჩენას. ცხოველებიც უყვარს, ღორიც კი უყვარს. ყველაფერი მისი ქმნილებაა, მაგრამ და ადამიანი სამწუხაროდ. მოდი ჩემ თავზე ვიტყვი, ვინმე რო არ ეწყინოს, მე ერთიც ავარ ხოლმე და მეორეც, ან ორივე ერთდროულად. გესმით რა შეასაკ. ამიტომაც აი ეს პასუხისგებლობა გათავისებული სრულად ადამიანს არ უნდა აძლევდეს მოდუნების საშუალებას. ჩვენ კიდევ ვართ მოდუნებულნი, მოშვებულნი.